საღამშვიდობისა პირველი თემა დღეს ეთერში პირველად გადის. სწორედ დღეიდან 4 დეკემბრიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 23 საათზე ამ სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად მიმდინარე მოვლენებსა და მთავარ თემებს შევაჯამებთ. გადაცემას გავუძღვები მე ჟურნალისტი ნათია სორდია. დღეს კი პირველი თემა წარმოგიდგენთ. საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოს კარი ისევ ღია რჩება, თუმცა ჯერ უცნობია რამდენ ხანს მოუწევს ორივე ქვეყანას ღია კარის ღრუბლზე დგომა. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომლის მიღებასაც ბუქარესტის სამიტის შემდეგ დეკემბრის მინისტერიალზე ელოდნენ, საქართველომ ვერ მიიღო. ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა ეს ის ეტაპია, რომელიც ქვეყანას ალიანსმა ამჯერად შესთავაზა. როგორ აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა იმ შედეგს, რაც საქართველოსთვის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მიიღო ქვეყანამ და შეაფერხებს თუ არა ომი ნატოში გაწევრიანების პროცესს. ხელისუფლებას ბრიუსელის სამიტის შემდეგ პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მმართველი გუნდის წევრები იყვნენ. ალიანსში გაწევრიანების დაპირება კონკრეტული ვადის და მაპის გარეშე. ბრიუსელის მინისტერიალი საქართველოს მხოლოდ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ანიჭებს. მაპმა დაკარგა რელევანტურობა. მაპი გახდა საკითხი, რომელიც გვერდზე გაიწია. საქართველოს უნდა დაივიწყოს მაპის პოლიტიკური მნიშვნელობა. ჩვენ უბრალოდ გვერდზე გადავდეთ მაპი ამ მომენტისთვის და შევთავაზეთ საქართველოს კონკრეტული გეგმა. ბუქარესტში დაიძრა ის მატარებელი, რომელიც საქართველოს ნატოში მიიღებს. რას ითვალისწინებს ეროვნული პროგრამა და რამდენად რეალურია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა რუსული აგრესიის ფონზე? პარლამენტარების პირველი შეფასებები. გიორგი გაბაშვილი, ლევან ვეფხვაძე რამდენიმე წუთში. ერთი წელი პრემიერ-მინისტრობიდან ოპოზიციაში გადასასვლელად. ვისთან ერთად და რა გეგმებით ბრუნდება პოლიტიკაში ზურაბ ნოღაიდელი? ყველა უნდა იცოდეს, რომ პასუხს აღებენ არა მარტო შემკვეთები, არამედ შემსრულებლებიც თავიანთ უკანონო და რეპრესიულ მოქმედებებზე. ყოფილი პრემიერის ახალი გუნდი და ახალი პოლიტიკური ამპლუა სამართლიანობის სლოგანით. პირველი თემის შეკითხვებს ზურაბ ნოღაიდელი პასუხობს. მაშასა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენი სტუდიის სტუმარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გადაცემის მეორე ნაწილში იქნება. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი სტუდიის სტუმრებს, დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები გიორგი გაბაშვილი და ლევან ვეფხვაძე. ბატონებო, თქვენ პირველი თემის, პირველი გადაცემის, ასევე პირველი სტუმრები ბრძანდებით. საღამშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. ბატონ გიორგი, არა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, არამედ ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა. რეალურად რა მიიღო საქართველოს ბრიუსელში? ბრიუსელში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რამოდენიმე რამ ითქვა საყურადღებო ნამდვილად. პირველი არის ის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მათმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ გამოვლილი გზა ამ პერიოდში, მიუხედავად ომისა, რეფორმების გზა, რომელიც საქართველომ გამოიარა ბოლო წელს შეფასდა დადებითად. დღეს ერთ-ერთ გადაცემაში ვისმინე, რომ არასწორად თარგმნია, რომ მე მგონია significant progress სხვას არაფერს არ ნიშნავს. პროგრესი შეფასდა დადებითად, ეს ერთი. მეორე ითქვა, რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ანუ დადასტურდა ბუხარესტში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც საქართველოს მიიღო წევრობის პირობა. მესამე ითქვა, რომ ამ მომენტში მაპის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე თავარ ინსტრუმენტად ჩვენი შემდგომი პროგრესის თვალყურის დევნებისა ხდება ნატო-საქართველოს კომისია. ანუ მიღწეული იქნა კონსენსუსი, როგორც ჩანს, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის და თქვენ იცით, რომ ეს დავა არსებობდა. მაპის საკითხი დადგეს თუ გაწევრიანების საკითხი მაპის გარეშე. ეს საკითხი გადადებული იქნა და ითქვა, რომ არსებობს ორივე გზა, without prejudice, ასეთი ფორმულირება, ანუ ეხლა არ ხდება განსჯა იმისა, რომ მაპით შევდივართ ნატოში თუ მაპის გარეშე, ეს საკითხი გადაიდო, მაგრამ ითქვა, რომ თავარი ინსტრუმენტი ჩვენი შემდგომი პროგრესის შეფასებისა იქნება ნატო-საქართველოს კომისია. და ამ პროგრესის შეფასება ხდება სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს გახდეს ნატოს წევრი. მაგრამ პროგრესის მიუხედავად, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ბატონ გიორგი, თავად ალიანსის გენერალურმა მდივანმაც მიუთითა ქვეყანას რეფორმების გატარებასა და დემოკრატიულობის მეთხარისს. გასაკურველია, ითქვა, რომ საქართველოს არ არის მზად ნატოს წევრობისათვის. ეს თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც, ეს თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმაც და ჩვენც ვიცით, რომ საქართველოს არ არის მზად ნატოს წევრობისათვის ამ მომენტში, ამიტომ ჩვენ გქონდა პრეტენზია მაპზე ბოლო ხნის განმავლობაში. მაპი არ არის წევრობა ნატოსი, მაპის დროს არ მოქმედებს არც ის მეხუთე მუხლი, რომელზეც საქართველოს უსაფრთხოება დიდად იქნებოდა დამოკიდებული, არც სხვა მექანიზმები ნატოს წევრისა, მაპიც არის ერთგვარი მექანიზმი ნატოს წევრობამდე მისვლისა.
ეს მექანიზმი თავის დროზე შეთავაზეს ბალტიის პირეთის ქვეყნებს. მაგალითად, როცა იღებდნენ ნატოში ჩეხეთსა და პოლონეთს, მათ საერთოდ არ გაუვლიათ მაპი, მათი პროგრესის შეფასების მექანიზმი სხვა იყო და მასაც სხვა სახელი ერქვა. სწორედ ეს თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომ ქვეყნების ნატოში გაწევრიანება არ ხდება მხოლოდ ერთი სტანდარტული გზით. არსებობს რამდენიმე გზა. მაგრამ მოლოდინი იყო შექმნილი ქვეყანაში, ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ კი განსაკუთრებით რომ საქართველოს ამ ეტაპზე აუცილებლად სჭირდებოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ისავარაუდოდ მიიღებდა კიდეც ამას. ბატონ გიორგი, ოდნავ მოგვიანებით ოპოზიციის ნაწილმა შეაფასა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად. რას ფიქრობს ამაზე საპარლამენტო უმცირესობა, ბატონ ლევან? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა აღვნიშნო რომ თქვენ წინა გადაცემის პირველი სტომარიც მე ვიყავი და როგორც ჩანს ის გადაცემა წარმატებული იყო და იმედი მაქვს რომ ეს გადაცემა ისე იმაზე უფრო მეტად წარმატებული იქნება. რაც შეეხება მაპს და მე მინდა დავიწყო იმით, რითაც თქვენ დაამთავრეთ მოლოდინებთან დაკავშირებით. მე მგონი რომ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ბუხარეთის სამიტის წინას და ეხლაც იყო ის, რომ ისინი ქმნიდნენ არასწორ მოლოდინს საზოგადოებაში. ანუ მოლოდინს იმისი რისი თავადაც იცოდნენ, რომ საბოლოო ჯამში რისი მიღწევათ არ შეიძლებოდა. ეხლა განსაკუთრებით და აგიხსნით რატომ. იმიტომ რომ მაპთან დაკავშირებით და იგივე ნატოში ჩვენი მთავარი მოკავშირე არის ამერიკის შეერთებული შტატები, იცით თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა სიტუაცია ახლა, მათ პრაქტიკულად დაკონსერვებული აქვს საგარეო პოლიტიკა, მიდის ადმინისტრაციის ცვლილება პრაქტიკულად იმ დღეს, როდესაც განიხილებოდა საქართველოს საკითხი ბრიუსელში, წინა დღეს მოხდა ახალი სავარაუდო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მდივნის, ვისაც წარადგენენ კონგრესში დასამტკიცებლად კანდიდატურა, იცით ქალბატონი ჰილარი კლინტონი. და ამ დროს ბრიუსელში იმყოფებოდა ძველი სახელმწიფო, ანუ ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო მდივანი. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში იმოლოდინის შექმნა ბრიუსელის წინ ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ, აი მაპი, ჩვენ უნდა მივიღოთ, აი ეს მხარდაჭერა, რომ თურმე გერმანია ეს ორი თვით ადრე ითქვა, თავს დამნაშავედ გრძნობს იმაზე, რომ ჩვენ მაპი არ მოგვანიჭა და ამ შემდეგ, ამას ლაპარაკობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მაშინ, როდესაც მათ იცოდნენ, რომ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იქნებოდა სწორედ ეს სიტუაცია. იქნებოდა ხელისუფლებათა თუ შეიძლება ხელისუფლებამ შექმნა გადაჭარბებული მოლოდინი საზოგადოებაში, თავად მაპის მნიშვნელობაზე თუ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაზე დასავლეთის მხრიდან. ამ შემთხვევაში ორივეზე და პირველზე განსაკუთრებით, როცა საუბარია მაპის მინიჭებაზე, ანუ დასავლეთი იმ შემთხვევაში, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი მოკავშირე არ იყო მზად ამ საკითხის განხილვის, მე მგონი ეხლა სხვა შორის გადაჭარბებულ შეფასებებს ვისმენთ ხელისუფლებიდან შედეგებზე, მთავარი შედეგი რაც ამ შემთხვევაში იყო დაფიქსირება იმის რაც იყო, ანუ შენარჩუნდა ის სტატუს კვო რაც იყო და მთავარი შენარჩუნება ის იყო, რომ ბუხარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველოს უნდა მიიღონ ნატოში, ადრე თუ გვიან და ამის ხაზგასმა მხოლოდ მოხდა და ითქვა იმის შესახებ, რომ ჩვენ ინდივიდუალურ პარტნიორობას ვაძლევთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ მაპზე გვექნება თუ არა საუბარი. ანუ ამაზე ის რომ სხვა შორის ძალიან საინტერესო არა, ხო, აი მე რა გუშინ უსმინე ერთ სიუჟეტს თქვენს კოლეგა არხზე, სადაც იყვნენ თქვენი ლიდერშიპის წარმომადგენლები, ბატონი გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე და ესე იგი ისინი სინქრონში ამბობდნენ ერთს, აი მაპის საკითხი საერთოდ აღარ განიხილება და ეს არის ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ეს იქნება ის რითაც ნატოს შევალთ, მაშინ როცა სიუჟეტში ჟურნალისტი თავად ამბობდა და სხეფერი სიტყვებს იმოწმებდა, რომ არა, მაპი დღის ესრიგიდან არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ხელისუფლება სურს ეს რომ გაიმართნა გაუბრალოს სამწუხაროდ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მაპის საკითხი არ არის დღის ესრიგიდან მოხსნილი და ამ საკითხში ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ, საუბარია ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს და ჩვენზე თუ რამე იქნება დამოკიდებული, ჩვენც მზათავართ მონაწილეობა მივიღოთ იმაში, რომ ადრე თუ გვიან ამ ქვეყანამ მიიღოს მაპი, მაგრამ როგორ უნდა მიიღოს მაპი? იმ პირობებში, რომ მაგალითად ერთ ინდიკატორს მოგიყვანთ, რაზეც არის ბატონო გოგა საუბარი, თუ კი ჩვენ ერთი წლის წინ გამოხატვის თავისუფლების კუთხით ვიყავით 36 ადგილზე და ეს არის ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგი, ამ წუთას ახლა ვართ 107 ადგილზე, 153 ქვეყანა თუ არ ვცდები მათ რეიტინგში. ასეთ პირობებში ჩვენ მაპზე არც უნდა ვიოცნებოთ. კი, მე აბსოლუტურად გვეთანხმები უმრავლესობას, როცა ამბობენ რომ თავარი პრობლემა არის რუსეთი, მაგრამ მაპის გვერდის ავლით შევიდეს ქვეყანა ალიანსში. არა, ეს ჩემს და ბატონ გოგას მოსაზრებებზე არა, აქ საუბარია ალიანსის წევრ ქვეყნებზე. არა, მაგაზე საუბარი. აქ არის ალიანსის წევრ ქვეყნების გადაწყვეტილებაზე. მათ უნდა დაინახონ ეს შესაძლებლობა, ან არ დაინახონ. თორემ მე და ბატონი გოგა აქ მიმჯერებთ ვიდეო ჩვენზე თქვათ, იმიტომ რომ მე მგონი
ტელემაყურებელს ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდო და მე გვაქვს საშუალება ინტერპრეტირებისა, ხო? სწორედ ამ მინისტერიალზე გადაწყდა ამ გადაწყვეტილებით, ამ კომუნიკეტი, რომელიც ამ მინისტერიალზე გუშინ იქნა მიღებული, გადაწყდა, რომ არსებობს სხვა გზაც. აქამდე მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების პროგრამას და მას შემდეგ სხვა ქვეყნების, შეგვიძლია ვახსოვოთ ხორვატია, შეგვიძლია ვახსოვოთ ალბანეთი, სხვა შორის ხორვატია და ალბანეთი 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაპის პროგრამაში, რომ მაპ მინიჭებული ქვეყნები იყვნენ და მხოლოდ 2009 წელს გახდებიან ნატოს წევრები. ამ ქვეყნების ნატოში შესვლის ინსტრუმენტს დაერქვა მაპი. ეს იმდენად დამკვიდრდა, ეს ტერმინი იმდენად დამკვიდრდა membership action plan, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომ რამდენი წელიც არ უნდა იყოს ქვეყანა მაპში და რა მექანიზმებითაც არ უნდა ხდებოდეს მისი პროგრესის გადამოწმება ნატოს ქვეყნების მიერ, ამას ერქვა მაპი, ამ მექანიზმს ალტერნატივა არ ქონდა. სწორედ მას შემდეგ, რაც ესე მოხდა ამ ქვეყნების გაწევრიანება, სწორედ ბრიტანეთისა და ამერიკის ინიციატივით ამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა არის, შემოტანილი იქნა ასეთი ინიციატივა ამ მინისტერიალზე, რომელიც გუშინ წინ ჩატარდა, რომ მაპი არ არის ერთადერთი გზა, ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს შეახსენეს, რომ მაპი არის ბოლო წლების ტრადიცია, მაგრამ არ არის ერთადერთი ტრადიცია. კონდოლიზა რაისმა შეახსენა იგივე პოლონეთის, იგივე ჩეხეთის მაგალითები თავის ბრიფინგზე, რომელიც მან გამართა მინისტერიალზე ჩასვლის და თქვა, რომ ნატოს არ აქვს ერთადერთი დადგენილი მექანიზმი ნატოს წევრობისა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მაპი გამოვტოვოთ და საქართველოს ისე მივიღოთ ნატოს წევრი. მაგრამ ეს არ აკნინებს მაპის მნიშვნელობას, რასაკვირველია, იყო სხვა ქვეყნების, რომელსაც ჰქონდათ სხვა პოზიცია და ლიდერობდა ამ ქვეყანათა ჯგუფს გერმანია და საფრანგეთი, ტრადიციულად სკეპტიკურ ქვეყნებს უწოდებთ ჩვენ ამ ქვეყნებს, რომლებიც ამ პოზიციას არ იზიარებდნენ და ამიტომ იმისათვის რომ მიღწეული იყო კონსენსუსი, კომუნიკეში ჩაიწერა, რომ თავარია ქვეყანა მიაღწიოს პროგრესს და ამ პროგრესს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ კაფიოთ და ერთნიშნულოვნად ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საქართველოს და ნატო საქართველოს კომისია იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ პროგრესს შეამოწმებს. ხოლო საბოლოოდ გაწევრიანება მოხდება მაპის ეტაპის გავლით თუ მაპის ეტაპის გამოტოვებით. მაგრამ ბატონო, მაშინ რატო შეიქმნა ასეთი მოლოდინი ქვეყანაში? ამაზე საუბარი დაიწყება მას შემდეგ, რაც ახალი ადმინისტრაცია შევაძალა ძველ ადმინისტრაციამ გააკეთა ერთი რამე, რომ მოდი ერთი წელი გავყინოთ მაპზე საუბარი, ინდივიდუალურ პარტნიორობაზე გადავიდეთ, ეს კომისია შემოგთავაზეს, რომელიც შეაფასებს ამ, ასე ვთქვათ, 26+1 თანამშრომლობას, მაგრამ მაყურებელს აერიოს ერთმანეთში ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა, აიპაპი, რომელიც ჩვენ წარმატებით დამთავრებული გვაქვს, ნატოს ფორმატში წარმატებით გვაქვს დამთავრებული. ამ პროგრამის მიზანია არა ზოგადად ქვეყნის სტანდარტების გაუმჯობესება დემოკრატიის ამ სამხედრო რეფორმების კუთხით. არამედ ამჯერად ამ ყოველწლიური პროგრამის მიზანია ქვეყნის გაწევრიანებასთან ახლოს მიყვანა. ადრე ასეთი მიზანი. კი, მაგრამ ეგ ერთი და იგივეა. რომელსაც საქართველოს ერთი და იგივეა, რასაც თქვენ ამბობთ. არ არის ერთი და იგივე. საუბა ნატოსკენ გაწევრიანება. არ არის ერთი და იგივე, იმიტომ რომ ქვეყნები არ ვიქნებით მზად ჩვენი, ვთქვათ, მდგომარეობით ნატოს წევრობისთვის. ცხადია ეს ერთი და იგივეა რა. უკვე არც გერმანელები და არც ფრანგები და არც ერთი ქვეყანა უკვე ამდენად არ თვალს მაქსობს და არ ამბობს რომ ამის გამო ფერხდება ჩვენი ნატოში გაწევრიანება, არამედ ღია ტექსტით ითქმება რატომაც ხდება. ეს შეფერხება ხდება იმის გამო რომ არ მოახდინონ რუსეთის პროვოცირება. მე არ გამოვიწყავ ბატონო გიორგი, ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეებს აქვს ასეთი პოზიცია. ჩვენ გზელი გზა გვაქვს კიდე გასავლელი დემოკრატიული რეფორმის. მოდი მოხსნათ, მოდი ვიცით ყველამ რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მაგრამ არა ერთადერთი გამსაზღვრელი იმისა, რომ ევროპა დღეს დისტანციას იჭერს ჩვენთან. მაგრამ მოდი მოხსნათ რუსეთი და ვიყოთ გულახდილები. თქვენ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი რომ რუსეთი მოხსნათ, მაგრამ ვერ მოხსნათ. ვართ ჩვენ მზად. მაგრამ ბატონო გიორგი, წევრობისთვის გვაქვს ის სტანდარტები. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გასავლელი გზა იმისათვის, რომ იყოს დასავლეთ ევროპული სტანდარტების დემოკრატია, მაგრამ იმასაც გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი სტანდარტებით არა ვართ ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანა უკვე დღეს, ვიდრე არის ნატოს წევრი ალბანეთი. მაგზე უარის თქმის მიზეზში თქვენ მეტ წილს ხედავთ რუსეთის ფაქტორს, ვიდრე ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხს. მაგრამ ბატონ გიორგი, ამ მოსაზრებით ექსპერტები და პოლიტიკოსები ჩვენ არა გვაქვს გასავლელი დემოკრატიაში გზა, არა გვაქვს გასაუმჯობესებელი სასამართლო სისტემა, არა გვაქვს გასაუმჯობესებელი მედია პლურალიზმთან დაკავშირებული საკითხებით. ამაზე ჩვენ მუშაობთ და მე მადლობელი ვარ, რომ ოპოზიციაც ამ მუშაობაში ყოველ შემთხვევაში მისი ყველაზე აქტიური ნაწილი ჩართულია. მაგრამ რუსეთის ფაქტორზე როდესაც ვსაუბრობთ, იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელიც თქვენ მოიყვანეთ მაგალითად, ბატონ გიორგი, მათი ნატოში გაწევრიანება, როდესაც დადგა მათი ალიანსში გაწევრიანების საკითხი, მაშინაც იყო მცდელობა რუსეთის მხრიდან მზარი შეეტანა ევროპის ქვეყნების, ალიანსის წევრი ქვეყნების ერთობლიობაში.
მაშინაც იყო მცდელობა, მაშინაც იყო ძალიან დიდი ზეწოლა, მაშინაც იყო პირდაპირი აგრესიის მუქარა, ოღონდ არა ისეთი ისტერიული და გაძლიერებული როგორც საქართველოს მიმართ და მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით რომ ჯერ არ იყო მომაგრებული ესეთი ავტორიტარულ აგრესიული რეჟიმი რუსეთში, ვერ წავიდა ღია აგრესიაზე და ფაქტობრივად ბალტიის ქვეყნებმა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდათ გამოვლილი დემოკრატიის გაუმჯობესების კუთხით და შეიძლება იქ იყო პრობლემები და ჰქონდათ შეკითხვები ნატოს ქვეყნებს ლატვიასთანაც, გარკვეულ კანონებზე, გარკვეულ მიდგომებზე, ლიტვასთანაც, ესტონეთთანაც, მაგრამ სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით მათი საკითხი გადაწყდა უფრო ადვილად. მათი კონტექსტი ევროპაში და ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში ყოფნის კონტექსტი უფრო გარკვეული იყო ფსიქოლოგიურად და შინაგანად ევროპელებისთვის. მე არ მინდა თქვა რომ ჩვენ ევროპამდე ჩვენ ევროპულ ასე ვთქვათ ცივილიზებულ, წყნარ, დამშვიდებულ, დასავლურ დემოკრატიამდე ეგრე შეგვიძლია ერთ დღეში და ერთ წამში იქამდე მივიდეთ და ყველა ის ხარვეზი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ კიდე გვაქვს ერთ დღეში გამოვასწოროთ, მაგრამ მოდით ვთქვათ ღიად, იმიტომ რომ ამას ღიად ამობენ ის ქვეყნებიც კი, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილები, ისინი ამობენ, რომ არ გვინდა რუსეთის პროვოცირება. არგუმენტი ნომერი პირველი, არგუმენტი ნომერი მეორე და არგუმენტი ნომერი მესამე არის ეს. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე არგუმენტებად ბუნებრივია იქ არის ძალიან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არგუმენტები, იმიტომ რომ ჩვენ ნატო არ გვჭირდება მხოლოდ მეხუთე მუხლისთვის. ჩვენ ნატო გვჭირდება მათ შორის იმისათვის, რომ ჩვენ მართლაც ჩვენი სტანდარტებით მივიდეთ ნატოს წევრი ქვეყნის დემოკრატიის სტანდარტებამდე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის საჭირო. ჩვენი ხალხისთვის არის საჭირო და ჩვენი საზოგადოებისთვის. ამიტომ ჩვენ ეს სტანდარტები და იგივე კომისია და იგივე წლიური გეგმა ჩვენი განვითარებისა არა იმიტომ არის რომ ვიღაცა მასწავლებლებს ანგარიში ჩავაბაროთ, იმიტომ რომ ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამიტომ არის ჩვენთვის სასარგებლო ეს პროცესი ნატოსთან დაახლოების. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება გულწრფელი და პირდაპირი პასუხი ნატოს წევრი ქვეყნებისაგან და მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მართლაც ბოლომდე იბრძვია იმაზე, რომ ეს პასუხი ჩვენ მივიღოთ. კონკრეტულად რა კრიტერიუმები, რა დრო, რა ვადები, რა პროცესი გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ ჩვენი ნატოში გაწევრიანება არ იყოს დამოკიდებული ჩვენი აგრესიული მეზობლის პოზიციაზე. ჩვენი არგუმენტია, თუ რუსეთს მისცემენ სიგნალს, თუმცა უდავოა რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას მაყოფილება არ დაუმალავს. განსაკუთრებულია, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის მაპი ისეთივე პოლიტიზირებული იყო, როგორც ნატოს ქვეყნებისთვის და როგორც ჩვენთვის. ანუ ნატოში გაწევრიანების გზას ერქვა მაპი. დღეს ნატომ თქვა, რომ ნატოსში გაწევრიანების გზას შეიძლება ერქვას მაპი, ამას არ გამოურიცხავთ, მაგრამ შეიძლება ამას მაპი აღარ ერქვას, ამაზე ეხლა არ გვიმსჯელია. აი ეს იყო ზუსტად ის. დიდი მადლობა ბატონ გიორგი. ბატონ ლევან, როდესაც ბუქარესტის სამიტი დასრულდა, ამ სამიტზე ითქვა და არა ის რომ მაპი აღარ არის და არის სხვა გზა. ეს არ თქვენს რომ სხვა გზა შეიძლება. გასხვება არის იმაში, რომ აქამდე იყო ნათქვამი, რომ სხვა გზა არ არსებობს. ბატონ გიორგი, ბატონ ლევან, თუ შეიძლება, როდესაც დასრულდა ბუქარესტის სამიტი და საქართველოს ვერ მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ამას რამდენიმე თვეში მოყვა სამხედრო აგრესია ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და არა მხოლოდ მათგან, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით რუსეთს ევროპამ ამით ერთგვარი მწვანე შუქით საუნთო. დღეს, როდესაც მაპი ისევ არ აქვს საქართველოს, დღეს ამ ინდივიდუალური პარტნიორობის რეჟიმში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აქვს თუ არა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას? თავისთავად მაპის არ არის უსაფრთხოების გარანტია, ბატონმა კოკამ თქვა, რომ მაპი თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თუ კი შენ იღებ მაპს, უკვე შენზე მოქმედებს როგორც მოკავშირეზე გარკვეული სტანდარტები იმისა, რომ ყველა ხდება ვალდებული შენ დაგიცვას. ეს მაპი არ არის. მაპი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი გადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი წევრობისთვის და სწორედ სრულფასოვანი მეკავშირეობისთვის ისეთ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპა და ამ შემდეგ. ანუ ეს თავისთავად არ გამორიცხავს იმას, მაპის წევრობაც კი არ გამორიცხავს იმ პრობლემებს, რა პრობლემის წინაშე ჩვენ აღმოჩნდით აგვისტოში. თუმცა თავისთავად ის რომ მე ამაში უკვე ბატონ გოგას დავითანხმებ, თავისთავად ის რომ გარკვეული შეთანხმება მოხდა იმაზე, რომ მოდი სიტუაცია დაკონსერვდეს რა გარკვეული პერიოდი და დაველოდოთ პრაქტიკულად ამაზე იყო ამერიკელების მხრიდან დაველოდოთ ახალ ადმინისტრაციას. როდის შევა ახალი ადმინისტრაცია, თქვა თავის უფლებამოსილებაში, როდის მოხდება ინაუგურაცია იანვრის ბოლოს და თებერვლიდან უკვე დაიწყება ან ახალი საგარეო პოლიტიკის ასე ვთქვათ კონტურები გამოიკვეთება, ან ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება ძირითადი პრინციპები მათი საგარეო პოლიტიკური. თქვა და ვაღიაროთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ეხლა ამ წუთას მთავარი მოკავშირე ჩვენი სწორედ ნატოში. და რამეს დავაზუსტებ. შესაბამისად ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სწორედ თებერვლიდან რაღაც ზაფხულამდე იმ
იმ პერიოდზე, სადაც გამოიკვეთება ამერიკული, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკის კონტურები იმისაც, რომ უკვე ჩვენ ვიცოდეთ რა პერსპექტივა ელის ჩვენს ინტეგრაციის შემდგომ ინტეგრაციის ბატონ გიორგი ძალიან მოკლედ რეკლამაზე უნდა რომ დასავლეთმა რუსეთს წვანეშუქი აუნთო საქართველოში ინტერვენციაზე რუსეთის აღქმა არის არაადეკვატური სიტუაციისა. ის რომ ჩვენ უწოდებდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს შემთხვევაში რასაც მოყვა რუსეთის ევროპის იმპულსი არ ყოფილა არანაირად ის რუსეთის წვანეშუქი აენთო. უბრალოდ რუსეთის აღქმა არის არაადეკვატური, ისინი ნებისმიერ კომპრომისულ გადაწყვეტილებას აღიქვამენ სისუსტეთ. ესეთი არის ლოგიკა რუსული პოლიტიკის. დიდი მადლობა. გახდა თუ არა იმ რეალობის შედეგი, რა რეალობაშიც დღეს აღმოჩნდა ქვეყანა აგვისტოს მოვლენები და ომი, ამაზე რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. ჩვენ კლუბ პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან პარლამენტარები გიორგი გაბაშვილი და ლევან მეფხვაძე. განვაგრძობთ საუბარს. ბატონ ლევან, კონფლიქტი რუსეთთან გახდა სწორედ ის მიზეზი, რის გამოც საქართველომ ვერ შეძლო დასავლური სამხედრო პოლიტიკური ბლოკის წევრობა. ასე შეაფასა დასავლურმა მედიამ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება. რა სიტყვით თქვენ ის დეპუტატები, რომლებიც მუშაობდით ამ 2 თვის განმავლობაში აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიაში? მე ვერ ვიტყვი რომ კონფლიქტი ზუსტად აგვისტოს კონფლიქტი იყოს ამის მიზეზი, იმიტომ რომ ეს დაიწყო ჯერ კიდე გაცილებით ადრე, იმიტომ რომ ბუხარესტის სამიტის დროს საერთოდ არ იყო, ხო, საბრძოლო მოქმედებები, თუმცა მაშინ ჯერ კიდე უარი გვეთქვა მაპზე და ეხლა ამ ეტაპზე მე უკვე ავხსენე მდგომარეობა არა მარტო კონფლიქტი, არამედ ადმინისტრაციის არარსებობა პრაქტიკულად იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ რაც შეეხება თვითონ კონფლიქტს, რა მიზეზებს ჩვენ მუშაობთ ამ კომისიაში, მე და ბატონი გოკა და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ დიდი სამუშაო ჩაატარა კომისიამ, საკმაოდ ბევრი თანამდებობის პირი იქნა დაკითხული და გააჩნია ვის რა მოლოდინი ქონა კომისიის მიმართ. საკმარისი იყო ეს მუშაობა იმისათვის რომ თუნდაც კომისიის წევრებს და მათ შორის საზოგადოებასაც რომელიც პირდაპირ ეთერში ადევნებდა ამას თვალყურს შეხვდა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო და ქონოდა სუსტი წარმოდგენა იმაზე რეალურად რა მოხდა აგვისტოში. განწყობა კომისიის მიმართ და დამოკიდებულება განსხვავებულია საზოგადოებაში და არ არსებობს წარმოუდგენელი ერთი აზრი ქონეს ამ კომისიის მიმართ. მაგრამ თავარი დამოკიდებულება ამ კომისიის მიმართ არის, მიდგომა არის საკმაოდ ჩვენი მხრიდან საკმაოდ პრაგმატული, რომ საზოგადოებაში არსებობდა კითხვები და ამ საზოგადოებას თუ უნდოდა ამ კითხვებზე პასუხის მიღება, ეს იყო ამ შემთხვევაში ერთადერთი ფორმა იმისა, რომ ამ კომისიაზე მოსული თანამდებობის პირებს ჩვენ და მე ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატების სახელით შემიძლია გითხრა, 2 წევრი ვიყავით, შეგვეძლო ეს კონკრეტული კითხვები დაგვესვა და ამ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი მოესმინა საზოგადოებას. იყო ეს პასუხები ამომწურავი. ეხლა მე გეტყვით, ამომწურავი ცხადია იყო, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო ეს პასუხები, ახლა მე ამას ვერ გავსჭი. მაგრამ ქრისტიან-დემოკრატებს გსურდათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოსმენის შემდეგ არ დაესრულებინა კომისიას მუშაობა, მოესმინა ასევე სამხედრო ექსპერტებისთვის, თუმცა ეს აზრი არ აღმოჩნდა გათვალისწინებული. მე გეტყვით მაგ საკითხსაც, უბრალოდ მე განვაგრძობ იმას, რაზეც საუბრობდი. მთავარი ამ შემთხვევაში იყო სწორედ ის, რომ საზოგადოება დასმულ კითხვებს მიიღებდა პასუხს და საზოგადოება უნდა გადაწყვიტოს ალბათ, რამდენად გულწრფელი იყო ეს ადამიანი, ან არ იყო გულწრფელი, იმიტომ რომ შესაძლოა ხა ეს, რასაც ეს ადამიანი მყვებიან, ყველა თანამდებობის პირი იყო მოსული, ყველა ყვება პრაქტიკულად ერთი და იგივეს, საკმაოდ ამომწურავად, საკმაოდ დასაბუთებულად, მაგრამ რამდენად გულწრფელია ეს? ხო შეიძლება ეს ადამიანები შეიკრიბნენ წინასწარ, ჩამოყალიბეს პოზიცია და მოვიდნენ და მოყვნენ. ამის განსაზღვრა რთულია. ან ეს მართლა ესე იყო და გვიყვებიან იმას, რაც რეალურად მოხდა. ამის გადამოწმების შანსი ამ კომისიის ფარგლებში წარმოუდგენელია. ამის გადამოწმების შანსი შეიძლება უფრო მეტად გქონდეს სწორედ ქალბატონი ტალიავინის მიერ შექმნილ კომისიას, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად პრეზიდენტი გვეუბნება, რომ მე 7 ნოემბერს დღის ვესაუბრე სხეფერს, მე ვესაუბრე სტულბს, მე ვესაუბრე მერკელს და ასე შემდეგ. ხო დღეების და რიცხვების მიხედვით. ხა ჩვენ ამას ვერ გადავამოწმებთ. არა მარტო იმას, რაზე ისაუბრა, რა ჩვენ გვაინტერესებს. თვითონ იმ ფაქტსაც კი ისაუბრა თუ არა. ხა ევროკავშირის კომისია შეუძლია ეს ყველაფერი გადაამოწმოს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ის, რომ პირველი ყოფილიყო პროცესი გამჭვირვალე, ყოფილიყვნენ თანამდებობის პირები, რომლებსაც აბსოლუტურად ღიად დაუსვამდნენ კითხვას და ღიად მაგრამ თქვენი მცდელობა პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე ოპოზიციამ, არა საპარლამენტო ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა შეაფასა სანახაობად პარლამენტში მოწყობილ თოქ-შოუში. მოდი ასე ვთქვათ, მე მაგალითად ერთ და იგივე ადამიანის 3 ინტერვიუ ვნახე. პირველ ინტერვიუში ადამიანი ძახდა, რომ ეს არის სანახაობა, მეორე და მესამე ინტერვიუში აფასებდა კონკრეტული თანამდებობის პირებს, რომლებიც იყვნენ ამ კომისიაზე მოსული. ეს ადამიანები ამ კომისიაზე რო არ მოსულიყვნენ და ის კითხვები, რაც ამ ადამიანს აწუხებდა, მე ან ჩემს კოლეგებს არ დაესვათ ამ თანამდებობის პირების მიმართ
ის როგორ გასჯიდა მე ისთან იმარ რა შეცდომა დაუშვა და არ დაუშვა. ბატონ გიორგი. ინფორმაცია საიდან უნდა მიიღო თუ არა ეს კომისია. ამიტომ მოდი ნუ იქნებიან ეს ადამიანები ძალიან ზედმეტად კრიტიკულები იმაზე პროცესის მიმართ. შედეგის მიმართ შესაძლოა იყვნენ ასე ვთქვათ კრიტიკულები და მე მაგალითად შედეგის დასკვნაზე საუბარი განსაკუთრებული ილუზიები არ მაქვს რომ ამ დასკვნაში ვიღაცის კონკრეტულად პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს, იქნება ან უნდა იყოს და გეტყვით რატო, იმიტომ რომ მე გითხარით რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა იმ ადამიანებთან, ვის იყვნენ მთლიანად თავიდან ბოლომდე ჩართული, შევხვდეთ, მოусვინოთ და დავადგინოთ. მართას ლაპარაკობენ ჩვენი ministrები ან ჩვენი პრეზიდენტი თუ არა. მაგრამ როდესაც კომისია იწყებდა მუშაობას, თქვენ ამბობდით, რომ კომისიას რასაკვირველია ეს არ არის საგამოძიებო კომისია, მაგრამ ის რაც იქნება ასახული კომისიის დასკვნაში, თავისთავად საზოგადოებრივის წინაშე შეიძლება ამან დააყენოს გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მე გეტყვით. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ბატონ გიორგისთან. საზოგადოებაში პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მას შემდეგ, რაც დასკვნას არა ჩვენი კომისია გააკეთებს. არამედ გააკეთებს უფრო სრულყოფილ დასკვნას ქალბატონ ტალიავინის კომისია. სანამ ტალიავინის კომისია დადებს დასკვნას, რამდენი მწვავე შეიძლება იყოს ის დასკვნა, რომელიც ახლა მზადდება საქართველოს პარლამენტში. ორი სიტყვით შევეხები ამ პროცესსაც, რაზეც ბატონ ლეონე ესაუბრა, ძალიან ბევრ რამეში დავეთანხმები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამისთვის ჩამოყალიბდა ეს კომისია, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა ხელისუფლებასთან, დასმულიყო ღია ფორმატში და ყოფილიყო ამაზე მსჯელობა აბსოლუტური შეზღუდვების, კუპიურების, დროში ლიმიტისა ან ეთერში ლიმიტის გარეშე. ეს გაკეთდა. და აბსოლუტურად ყველა შეკითხვა მეც ვკითხულობ ხოლმე ინტერვიუებს და ხშირად წამიკითხავს, აი ეს რატო არ კითხეს, ის რატო არ კითხეს, არა და ყველა შეკითხვა იქნა დასმული. თუ თქვენ ნახავთ, აი ცალკე ნახავთ ჩვენს ოქმებში შეკითხვებს, ძალიან რთულია ისეთი შეკითხვის მოფიქრება საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის, რომელიც ამ კომისიას არ დაუსვია. ყველასხელება იყო ხმის ტემბრში, ხა ეროსიკის მარში სხვა ტემბრში და სხვა ტონალობაში ესაუბრებოდით უმრავლესობის წევრები და ბატონ ლევან, ამასაც თავის ახსნა აქ ხა. მინისტრებს და სხვა ტემბრში. ამასაც თავის ახსნა აქ, როცა ოპოზიციის ნაწილი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტთან კითხვები შეთანხმებული იყო, ბატონ ლევან ასე იყო. პრეზიდენტთან იყო კითხვები შეთანხმებული. ჩვენ შევათანხმეთ პრეზიდენტთან. არა საპარლამენტო ოპოზიცია ცხადავს. არა, ეს აბსურდია. მოით ამაზე თქვენ თუ გონიათ რომ პრეზიდენტი ეს წინა დღეს რეპეტიცია ჩავატარეთ და მოვიდა პრეზიდენტი და დავსვით და მე გაგვცა და რაღაცაზე გაიჭედა რაღაცაზე მე თავიდან მოვიდა თუ ბატონ გიორგი, საკმაოდ ხმაურიანი იყო ის ხდომა, რომელზეც კომისიის წევრებმა დაკითხეს ეროსი კიწმარიშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის შემდეგ გახდა უკვე საპარლამენტო კომისიის სტუმარი, მისი დანიშვნა შეაფასა შეცდომად. ეთანხმებით თუ არა თქვენ პრეზიდენტს? მე აბსოლუტურად ეთანხმები პრეზიდენტის ამ შეფასებას და აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ მისი დანიშვნა იყო შეცდომა. და მეორეც ეროსი კიწმარიშვილის გამოსვლა კომისიის წინაშე არ ყოფილა მისი გულსფერი ჩვენება სურვილი რაღაც ჩვენება მოეცა და სიმართლე ეთქვა, არამედ ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი თანამდებობიდან წასული ადამიანისა, რომელმაც ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება მოახდინა, თან მოახდინა არა ვთქვათ რაიმე ჩვეულებრივი ფორმით, არამედ ნამდვილად მოახდინა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. მაგრამ გასული წლის მე ნოემბერში შეგახსენებთ, ეროსი კიწმარიშვილმა გარკვევით თქვა 6 აგვისტოს მერე ინფორმაცია არ მიმიღია, მან ეს თქვა კომისიაზე. ამის მერე ის ყვება ამბებს რა ხდებოდა 7 აგვისტოს, რა ხდებოდა 8 აგვისტოს. ის უმტკიცებს კომისიას, რომ ქართული სოფლები არ იბომბებოდა, ის უმტკიცებს კომისიას, რომ მიუხედავად რომ არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ ქონია, რომ როკის გვირაბში არ შემოჭრილა რუსი სამხედროები, ერთ-ერთზე იმეორებს რუსულ ვერსიას, ერთ-ერთზე ლავროვის, მედვედევის და პუტინის ვერსიას იმეორებს. კიდევ უფრო დამამძიმებლად, ვიდრე ის მათაც კი არ ჩამოუყალიბებიათ ესე ცხადად ქართული მზაკრობის ისტორია, რომ ჩვენ დავიწყეთ ცხინვალში ომი იმისათვის, რომ პატშუმოკ დაგვეწყო ომი და გაგვიგრძელებინა ომი და 24-36 საათში ეს ომი გადაგვედო აფხაზეთს. ანუ ადამიანი საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, წარმოიდგინეთ ახლა კოვალენკო რო გამოსულიყო რუსეთში და სრულებით ქართული ვერსია მოეყოლა, ხო? მიუხედავად რომ მასო ქართული ვერსია მოეყოლა, ეს სიმართლე იქნებოდა. ტყილს ამბობს საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, ამბობს აბსოლუტურ ტყილს პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით და თან იქვე იმავე ჩვენებაში ამბობს ეს ადამიანი, რომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია, აგვისტოს დღეებში ომის დროს არავისთან არ უკონტაქტია, არავისთან ხაზზე არ გასულა და ბოლო ინფორმაცია რომელიღაც ოფიციალურ წყაროდან მიიღო იყო 6 აგვისტო. ბატონ გიორგი, თქვენ ამბობთ, ესახმებით პრეზიდენტის იმ შეთანხმებაში, რომ ეროსი კიწმარიშვილის სამთავრობოზე დანიშვნა იყო შეცდომა. შარშან გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და ირაკლი ოქრუაშვილის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წევრები ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნასაც ასევე ხსნიდნენ შეცდომად. რას ნიშნავს ეს? ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამ წლების განმავლობაში საკადრო პოლიტიკაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებას?
მისაღებამ. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაბილად დასვით ეს კითხვა, იმიტომ რომ ყველა ამ თანადობის პირს პრინციპში არა კონსტიტუციურად და ჩვენი კანონი ნიშნავს პრეზიდენტი, ანუ ხელისუფლება კი არა, პრეზიდენტი. ანუ კითხვა ესეთ დაუსვით ჯობია ბატონ გოგას, რომ ბატონის პრეზიდენტი უშვებს. მადლობა შეკითხვის კორექციისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნიშნავს ორ რამეს, ერთი რომ საკადრო შეცდომები ხელისუფლების მიერ იყო დაშვებული, ეს ერთი და მეორე ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია ესეთი სამწუხარო ტრადიცია, რომ როცა ადამიანი მიდის ხელისუფლებიდან, ის ხდება შემდგომ ყველაზე კრიტიკული იმ ხელისუფლების მიმართ, რომელშიაც ის მოვაწეობდა. აი გადადგომის მეორე დღეს ახსენდება ყველა პრეტენზია, რომელიც მას მუშაობის ასეთივე შეცდომა შეიძლება ჩაითვალოს ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე. არა, მოდით ახლა ცალკე გამოვყოთ ირაკლი ოქროაშვილი, რომელიც თავდაცვის მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პირდაპირ ღია ეთერში ყვებოდა ისეთ აბსურდს, ისეთ გამაოგნებელ ცილისწამებას, მათ შორის რომ იჯდა პრეზიდენტთან ერთად გეგმავდა სამხედრო ოპერაციებს, იქ შეჭრის, აქ შეჭრის, იმის აფეთქების, ეს იყო სუფთაწყლის ახლა ყველასთვის გასაგები პოლიტიკური ანგარიშწორება, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი მასალა უკან არ ედგა, ადამიანი აუდგა რომ მე ვარ საბუთიო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ბატონო, არა უნდა დავასრულოთ გადაცემა თუ შეიძლება. ერთ შეფასებას გავაკეთე. ძალიან მოკლედ. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა კიდევ წინ გაქვთ, რომელსაც თქვენ ალბათ აღიარებთ და გეტყვით რატო. ბატონო ლევან, იმდენი შეცდომა გაქვთ. ძალიან დიდი მადლობა. გეტყვით, იმიტომ რომ თქვენ ადამიანებს ელჩად უშვებთ, არა იმიტომ რომ ის პროფესიონალი დიპლომატია ან არ არის დიპლომატი, პროფესორ, როგორც პროფესიონალ დიპლომატს. არამედ ორი მოტივით. ერთი ან თქვენი ყოფილი გუნდის წევრია და უნდა დაუფასოთ და ეს იყო ეროქსიკიც მარიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს აქტიურად იყო ჩართული პროცესში და მეორე ის ადამიანები, რომლებიც მოხსნილები არიან, ყოფილი თანამდებობის პირები არიან და ხوار გაუშვებთ ახლა. ამაზე საუბარი მე ხო ძალიან შორს წაგვიყვანს ბატონებო, ბატონ გიორგი, ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. რომელიც გამოვა და ზოგმა შეიძლება გულწრფელად თქვას, ზოგმა შეიძლება არ გულწრფელად, მაგრამ გაგაკრიტიკოთ ძალიან. დიდი მადლობა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თუ შეიძლება ბატონ გიორგი, უნდა დავასრულოთ გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ბატონები გიორგი გაბაშვილი და ლევან მეფხოძე. ბატონებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეკითხვის შესწორებისთვის, მაგრამ ერთ რამეს დავამატებდი, როდესაც მინისტრებს, ელჩებს, მინისტრთა კაბინეტს წარადგენს პარლამენტში, პარლამენტი ატკიცებს სწორედ მათ შემადგენლობას და შესაბამისად ნებისმიერ შეცდომაზე ხელისუფლების ყველა შტოს ეკისრება ალბათ პასუხი. პრეზიდენტი ირჩევს და მე ასოციაციანი უმრავლესობა ყველაფერში რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ განმოგძობთ გადაცემას. ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რათა სახელმწიფოს მართვის მანკიერის სტილის სწორი მართვით შევცვალოთ, იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ არასწორი მართვით გამოწვეული გარდაუვალი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ უნდა შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგება, ურთიერთობის აღდგენა. ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან. რაოდენ რთული არ უნდა იყოს ეს დღეს. პინაიდან აუცილებელია სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის. ჩვენ მტკიცედ უნდა დავადგეთ ერთადერთ სწორ გზას, რომელიც მიგვიყვანს ტოლულების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებამდე, საქართველოს სრულ გაერთიანებამდე. ამის ნებით გამოდის ასპარეზზე კიდევ ერთი პარტია, რომელსაც სათავეში ხელისუფლებას გამიჯნული მაღალჩინოსანი ჩაუდგა. ქვეყნის ყოფილი მესამე პირი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მსგავსად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას აყალიბებს. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის, ასე ქვია ნოღაიდელის პარტიას, რომლის ლიდერი რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი იქნება. მაშასა ჩვენ კლუბ პირდაპირ ეთერში ვართ, ამჯერად ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ამჯერად კი მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. საღამოშიდობის ბატონ ზურაბ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ ზურაბ, დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმარი ბრძანდებით როგორც ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა გუშინ. სანამ ახალი პოლიტიკური ძალის მიზნებზე ვისაუბრებდეთ, მოდით დავიწყოთ საუბარი იმ მიზეზებით, რამაც ყოფილი პრემიერი წაიყვანა ოპოზიციაში. ერთგვარი პოლიტიკური სტილი დამკვიდრდა ქართულ სინამდვილეში, თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს, ხელისუფლებას გამიჯნული მაღალჩინოსნები გადადიან ოპოზიციაში და იქიდან უპირისპირდებიან მმართველ ძალას, რომელიც ისინი, ვინც ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილშიც ვახსენებთ, იგივე ირაკლი ოქროაშვილი, თავიდან სალომე ზურაბიშვილი, ეროსი კიცმარიშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი. რას უკავშირებთ თქვენ ამას? ერთი ყველას უფლება აქვს
თავისი ადგილი მონახოს იქ, სადაც მას სურს. პირველ რიგში ამას ვიტყვი და ხალბატონი ნინოს, ან ხალბატონი სალომეს, ან ეროსის, ან ერაკლი ოქროაშვილის გადასაწყვეტია შესაბამისად სადიპლომიანის თავის ადგილს, ისე როგორც ჩემი გადასაწყვეტია, რაც გავაკეთებ მე მომავალში. ნებისმიერ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა იმ მიზეზებზე, სწორედ რამაც მაიძულა პოლიტიკაში დაბრუნება, ან მოსვლა თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ თქვენს და მე თანხმობით ალბათ იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი თანამდებობები მქონდა, პრემიერ-მინისტრი ვიყავი ბოლოს და ახლა ამაზე უფრო მეტი თანამდებობა თითქოს რა უნდა იყოს, მე ვიყავი ტექნოკრატი მენეჯერი და ჩემს ბევრ პოლიტიკურ განცხადებას თუ საერთოდ რამეს თქვენ ვერც გაიხსენებთ, მაგრამ მე ახლა დღეს ბრუნდები პოლიტიკაში, როგორც პოლიტიკოსი სწორედ, ეს არის განსხვავება ადრინდელისგან, შეიძლება ასე ითქვას. ეს არის ერთგვარად ახალი, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ჩემთვისაც ეს სტილი თუ შეიძლება ასე ითქვას პოლიტიკის სიახლეა გარკვეულწილად. მათ შორის თუ შეიძლება ასე ითქვას მედიასთან ურთიერთობაც აი ასეთი ინტენსიური, ბევრად უფრო დიდი სიახლეა ჩემთვისაც მათ შორის, მაგრამ მიზეზები რაც თქვენ მკითხეთ, მიზეზებზე, მიზეზი თქვენ იცით რომ მთავრობიდან წამოვედი 7 ნოემბრის შემდეგ 16 ნოემბერს ფორმალურად და შესაბამისად მე სულაც არ მქონდა განზრახული პოლიტიკაში დაბრუნება, მე წავედი ბიზნესში და საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა თუ როდესმე საერთოდ პოლიტიკაში დაბრუნება ანუ თქვენი პოლიტიკური გეგმები შარშა, როდესაც თქვენ წახვედით პრემიერ-მინისტრობიდან არ ყოფილა მაშინ გამოკვეცილი. ნამდვილად არ ყოფილა. რომ მქონოდა რამე კონკრეტული პოლიტიკური გეგმა, ამაზე ვისაუბრებდი კიდეც, დასამალი მე არაფერი არ მქონდა, არც მაშინ, არც ახლა. 7 ნოემბრის შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ მთავრობიდან მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა ვთქვათ პოლიტიკაში დაბრუნება, მით უმეტეს ოპოზიციაში წასვლა, არსებულ მთავრობასთან დაპირისპირება, მაგრამ სულ სხვა იყო ჩემთვის, გარწმუნებული ვარ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის 8 აგვისტოს მოვლენები, წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორიები, 50,000 დამატებული ტოლვილი და დახოცილი ჩვენი თანამოქალაქეები. 8 აგვისტოს სწორედ, როდესაც ვთქვათ, ყველამ დავინახეთ, რაც მოხდა და ჩემთვის 8-შივე ნათელი იყო შედეგები, რომელიც ჩვენ შემდეგ სულ რაღაც 4 დღეში დავინახეთ. მე დავიწყე უკვე ფიქრი ინტენსიურად პოლიტიკაში მოსვლაზე თუ დაბრუნებაზე და საბოლოო ჯამში აი გუშინ გამოვაცხადეთ კიდეც ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ინიციატივა, რომ შევქმნათ ახალი მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. ბატონ ზურაბ, თქვენ ახსენეთ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ გადაწყვიტეთ აღარ ყოფილიყავით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ 7 ნოემბერს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები, გასული წლის 7 ნოემბერს გულისხმობ, ეს იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მანამდე კი მომიტინგეების დარბევის შემდეგ პირადად თქვენ აცხადებით, რომ გამოყენებული იქნა დასავლეთიდან შემოტანილი ცრემლსადენი გაზი, რომელიც არ იყო ჯანმრთელობისთვის საშიში და მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა და ოპოზიციამაც ეს განცხადებები ძალიან ცინიკურად აღიქვა ისეთ ვითარებაში. მე გავაკეთე განმარტებები 7 ნოემბერს, პირველიც და მეორეც ბუნებრივია გამოვაცხადე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. უფრო მეტად ამ თემაზე საუბარი არ მინდა, თუმცა ბევრი რამის გახსენება შეიძლება იმ დღის მოვლენების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება მთავრობიდან წამოსვლის შესახებ, ეს პრეზიდენტის და ჩემი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო საბოლოო ჯამში, ამიტომ მე ამ გადაწყვეტილებას საკამათო ბევრი არაფერი არ მაქვს, მე მთავრობაში მუშაობა აღარ მინდოდა, არც პრინციპში მას აღარ უნდოდა ჩემთან ერთად მთავრობაში მუშაობა, ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ დღეს, იმ დღეს მე არ მიმიღია პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება, ამ თქვათ არსებულ მთავრობასთან დაპირისპირების გადაწყვეტილება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის მიუხედავად, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო 7 ნოემბერი, იმას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არ იყო შემთხვევაში საკმარისი ჩემთვის ხედავდა ზურაბ ნურღაიდელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ჯერ ფინანსთა მინისტრი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი მართველი გუნდის მუშაობაში შეცდომებს. დავამთავრებ მაინც ჩემს ასს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. ახლა მივუბრუნდები თქვენს პირველ კითხვას, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ბევრჯერ მithქვამს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, 2004-2007 წლები, ჩემი მეორე ფინანსთა მინისტრობის და შემდეგ 3 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრობის პერიოდი საქართველოსთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო წლები იყო. ყოველ წელიწადს, ყოველ დღე, ყოველ მეორე დღეს პრაქტიკულად ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობდნენ. ბევრად უფრო უკეთესად წინ დღეს ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის.
რთულია იმის თქმა, თქვათ რომ ეს იყო კარგი წლები, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოგვარებელი რჩებოდა, ბევრი ჩემი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბეში იყო, მაგრამ ეს იყო ნამდვილად საუკეთესო წლები ბოლო 20 წლის განმავლობაში და მე ნამდვილად ვამაყობ ამ პერიოდით და იმით რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი ამ 4 წლის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მე იმიტომაც აღვნიშნე რომ ეს იყო საუკეთესო წლები და ყოველდღე ჩვენ ცხოვრობდით უკეთესად, ბუნებრივია, ბევრ მიღწევასთან ერთად ჩვენ მქონდა შეცდომები, მათ შორის ვისაუბრეთ აგერ უკვე თავარ შეცდომაზე ალბათ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვიყავი 7 ნოემბერი, ეს იყო დიდი შეცდომა, ამ შეცდომის შედეგებს ეს მთავრობა იმკის ახლაც გრძელდება ეს პროცესი. მაგრამ იგივე მთავრობის წარმომადგენლები და მათი ოპონენტებიც ამბობენ, რომ 7 ნოემბერი იყო შეცდომა, მაგრამ 7 ნოემბერი დადგა ქვეყანაში, იმიტომ რომ მანამდე იყო დაშვებული ძალიან ბევრი შეცდომა. შესაძლებელია 7 ნოემბერი შეიძლება შეცდომების რაღაც ვთქვათ ჯაჭვის შედეგი იყო, მაგრამ მე აღვნიშნავ რომ ყველაზე დიდი შეცდომა ამ მთავრობისთვის იყო სწორედ 7 ნოემბერი, ნამდვილად ამ შედეგებს იმკის და მომავალშიც მოიმკის მთავრობა აუცილებლად. სანამ ეს მთავრობა იქნება ხელისუფლებაში, 7 ნოემბრის თემა ამ საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებს და მე მართლა რომ გითხრათ, ვამაყობ იმითაც რომ 7 ნოემბრის შემდეგ ძალიან მალევე დავტოვე ჩემი თანამდებობა და გადავწყვიტე იმ მომენტში გადავწყვიტე წავსულიყავი საერთოდ პოლიტიკიდან და ვერც კი წარმოვიდგენთ თუ მე ოდესმე საერთოდ პოლიტიკაში მოსვლაზე დაბრუნებაზე. ამჯერად რა მიზნებით მოდიხართ თქვენ აქტიურ პოლიტიკაში? ჩვენი მიზნები სახელშიც კარგად ჩანს, ეს არის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც სამართლიანი იქნება ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ასე არ არის სამწუხაროდ, ომის შემდეგ განსაკუთრებით ჩვენ პრაქტიკულად ცხოვრების ყველა სფეროში ჩვენი მთავრობა მეგულისხმობ უშვებს შეცდომებს ერთი მეორეზე მიყოლებით. ომის შედეგად ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ მეორე დაკარგული ტერიტორიები, 50000 ლტოლვილი დამატები, ჩვენ მივიღეთ დახოცილი ჩვენი თანამოქალაქეები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა პრაქტიკულად უამოახლოესი პერიოდის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში დამთავრების ხელში. ნამდვილად ჩვენ მივიღეთ დანგრეული ეკონომიკა, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო დაპირისპირებული საზოგადოება, პოლიტიკური საზოგადოება ერთმანეთთან და შესაბამისად ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ვითარების გამოსწორება. ჩვენ ხედავთ მთავრობის დღევანდელ მოქმედებებში, რომ მთავრობა პრაქტიკულად ჩვენს თვალწინ იშლება. თქვენ შეიძლება მითხრათ რომ ამის ნიშნები არ ჩანს, როდესაც სექტემბრის დასაწყისში მე ვსაუბრობდი ეკონომიკურ კრიზისზე, მაშინაც ბევრმა თქვა რომ რა ეკონომიკური კრიზისი, კაცო ეკონომიკური კრიზისი ეგ რუსეთშია, ჩვენთან ყველაფერი მშვენივრად არის, კიდევ კარგი ომი რომ იყო და თორემ საერთოდ რა ეშველებოდა ჩვენს ეკონომიკას წინ ვერაფრით ვერ მიდიოდითო, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანს და შესაბამისად ჩვენ მშვენივრად დავინახავთ ხვალაც აი ამ მთავრობის რღვევის ნიშნებს ძალიან მალე. არაადეკვატურია მთავრობის მოქმედებები ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, ნებისმიერ საკითხს, რასაც არ უნდა შევეხოთ, მათ შორის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა და დაბრუნება რაღაც ძალიან მტკივნეულად აღიქვა რატომღაც ხალხმა, დაიწყო რეპრესიები, ასე ვთქვათ, ჩემი თანაგუნდელების მიმართ, იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ თავის დროზე მაგალითად ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ აჭარაში და ეს ხელისუფლების მოქმედების არაადეკვატურობა არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე დაიშლება. ბატონ ზურაბ, თქვენი პარტიის, თქვენი ახალი მოძრაობის პრეს-რელიზში განცხადებაში, რომელიც გავრცელდა, არის აღნიშნული, რომ ხელისუფლებას ძლიერი, მძლავრი და კარგად ორგანიზებული ალტერნატივა საერთოდ არ ყავს. უბრალოდ ეს თქვენი გაკეთებული განცხადებაა დაახლოებით 1 თვის წინ. ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და ვერც ვერავინ აყენებს მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აგვისტოს მოვლენების გამო. როდესაც საუბრობთ, რომ ხელისუფლებას არ ყავს ძლიერი და კარგად ორგანიზებული ალტერნატივა, რა ალტერნატივა უნდა დაინახოს საზოგადოებამ მაშინ, როდესაც რეალური სურათი არის ასეთი, ერთ მხარეს არის ხელისუფლება, მეორე მხარეს კი მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები, რომელთაც საკმაოდ დიდი ნაწილი არიან ასევე ხელისუფლების ყოფილი წევრები.
დღეს პოლიტიკაში ჩამულია ხალხი, რომელიც მეტნაკლებად რაღაც პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ, ან ხელისუფლებასთან დაახლოებული იყვნენ, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მე ამაზე საუბრობდი კიდეც, რომელიც სულ მუდამ ოპოზიციაში იყო ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ირაკლი წერეთელია და მაშინ მხოლოდ მას ექნება საზოგადოებასთან საუბრის უფლება, ეს ნამდვილად ასე არ არის. მე ასევე მეუბნებიან, რომ თქვათ, იმ დროს ატომ არ თქვიეს, ამ დროს ატომ არ თქვიეს და ასე შემდეგ. მე ამაზეც მინდა მკაფიო თქვა, რომ თუ საქართველოში იქნება კონკურსი იმაზე, თუ ვინ როდის რა თქვა, მე ამ კონკურსში საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე ბევრი საერთოდ არ მილაპარაკია. ნამდვილად, მაგრამ თუ საქართველოში იქნება შეჯიბრება იმაში, თუ ვინ როდის რა გააკეთა საქართველოსთვის, მე ამ კონკურსში ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას და გამარჯვების საკმაოდ დიდი და სერიოზული შანსიც მაქვს. ახლა რაც შეეხება ძლიერ, კარგად ორგანიზებულ სერიოზულ ალტერნატივას, ჩვენ კარგად ვხედავთ ყველანი, რომ ეს ასე არ არის დღეს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის არა მარტო თქვათ ხელისუფლებაში მოსასვლელად მომზადება, თუ შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ ჩვენ კარგად ვხედავთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ყოველ შემთხვევაში ამას ნათლად ვხედავ დღეს, რომ ხელისუფლება ჩვენს თვალწინ ირღვევა, იშლება, არამედ მომზადება კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანისთვის. ეს იქნება საბოლოო ჯამში ამოცანა და ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად მომზადებული. არა მარტო მომზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის გეგმები თავისი პოლიტიკური ძალიდან გამომდინარე შედის უზრუნველყოფის გეგმებში. უახლოესი პერიოდის განმავლობაში წარმოგიდგენთ თქვენ და საზოგადოებას თქვათ პროგრამულ დოკუმენტებს, დავიწყებთ ეკონომიკით, ასევე ჩვენ გვექნება რეგულარულად ჯერ რეგიონალური კონფერენციები, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენ დავაგვირგვინებთ ყრილობით გაზაფხულზე, როგორც ჩვენ გუშინ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე, ახლა გასაგებია ალბათ რატომ ვიწყებთ ეკონომიკური საკითხებით და რატომ აჭარით, ყოველ შემთხვევაში არავის არ გაუკვირდება ალბათ თუ რატომ ვიწყებ ამას მე, კიდევ ერთხელ მინდა მიუბრუნდე ამ თემას, რაზეც ვილაპარაკეთ ცოტა ხნის წინ, ეს რეპრესიები იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც შორის ბევრი ძალა და ენერგია შეალიეს სწორედ ადრე ასლანაბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოდ არ დაესაჯონ. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანები, პაატა კაიკაციშვილი, ჯონი ბაბილოძე და ზურაბ ბერიძე, რომელთაც მხოლოდ ერთი დანაშაული მიუძღვით, რომ ისინი თქვათ ჩემთან არიან ასოცირებული ამა თუ იმ ფორმით. მადლობთ ბატონ ზურაბ, უნდა დავასრულოთ უკვე გადაცემა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ზურაბ ნოღაიდელი. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია ჩვენი გადაცემა. სამშაბათამდე გემშვიდობება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.